შევადგომ მშვიდობის მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. თქვენ უყურებთ ახალს სოსო კაცდაძესთან ერთად. ჭიათურაში კვლავ დაძაბულობაა. მაღაროელებმა ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელების გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მაღაროელები აღნიშნავენ, რომ ეს პირები მათ წლების მანძილზე არაადამიანურ პირობებში ამუშავებდნენ. ისინი ამბობენ, რომ მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. მირიან გორგოძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. მირიან, როგორია ამ დროისთვის არსებული სიტუაცია ჭიათურაში? ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ აქ შეკრებილმა მაღაროელებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ხელმძღვანელი ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ. მაღაროელები ამბობენ, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები იმაში, რომ მათ წლების განმავლობაში არაადამიანურ, ფაქტობრივად მონურ პირობებში უხდებათ მუშაობა. მაღაროელები თვლიან, რომ უნდა გამოიკვეთოს ამ ადამიანების ხელმძღვანელი პირების ბრალეულობის საკითხი, გათავისუფლდნენ ისინი თანამდებობიდან და თუ კი საჭიროება იქნება საქმე სამართლებრივი მსვლელობაც უნდა მიეცეს. ასევე გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელზეც აქ შეკრებილი მაღაროელები საუბრობენ. საქმე იმაშია, რომ როგორც აღმოჩნდა წლების განმავლობაში, 5 წლის განმავლობაში მაღაროელების თქმით, მათ ყოველთვიურად ხელფასზე 5 ლარი ექვითებოდათ. მათ ეუბნებოდნენ, რომ ეს თანხა ირიცხებოდა ფონდში, რომელიც აქვე ჭიათურის ცენტრში წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესია უნდა ააშენოს, თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა, მათ გამოითვალეს მათი დაქვითული თანხის ოდენობა, რომელიც $1,000,000 ლარზე მეტ შეადგენს და ბუნებრივია მაღაროელებს უჩნდებათ კითხვა, თუ სად წავიდა ეს თანხა. გამუშავებდნენ და ჩვენ ხელფას ჯიბებში იდებდნენ. გამუშავებდნენ ზედმეტ დღეებს, არ გვიხდიდნენ არანაირ ანაზღაურებას მონებივით. აი ზუსტად მონებს გვიწოდებდნენ. მე პირადად მიწოდეს ამის ფაქტი ვიცი, რომ მონა მიწოდეს. 5 ლარი იჭრებოდა 5 წლის განმავლობაში თითოეულ მოსამსახურეს ხელფასზე თვეში. ხელფასზე. ეხლა 3 წლის განმავლობაში ძველი ჩეკები იყო სამწუხაროდ, რომელიც ნადგურდებოდა და განადგურებულია, იქ ეწერა დაქვითა, მაგრამ ის 5 ლარი არ ეწერა რისთვის. არ ეწერა რისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის შენობის წინ უკვე მეხუთე დღეა, რაც მაღაროელთა საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. აქ შეკრებილი ადამიანების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების 100%-იანი ზრდა. დიდი მადლობა, ჭიათურიდან მირიან გორგოძე საუბრობდა. თელასის ყოფილმა თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას განცხადებით მიმართეს. ისინი კოალიციას დახმარებას თხოვენ. შეგახსენებთ, თელასის თანამშრომლების ნაწილი უმუშევარი დარჩა. ამის მიზეზი უწყებაში დაწყებული რეორგანიზაციაა. ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ დასაქმებულებს წასვლის შესახებ განცხადებებს იძულებით აწერილებდნენ. დეტალურად ამის შესახებ მომდევნო გამოშვებებში ვისაუბრებთ. დაგეგმილი უნდა ქართულ ოცნებაში მოსვლა, როგორც გარანტი დღევანდელი რეალობისა, რომ ჩვენ უფლებებს დავიწყებთ და აღვადგენთ და მიმართავთ დღეს უკვე ამ კოალიციას. არაფრის გამო ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე მე მაგალითად პირადად 13 წლის სტაჟით მუშაობ ამ კომპანიაში და აბსოლუტურად სიტყვის გარეშე ვიტყვეს, რომ ნახვამდის წადით. ამდენ ხალხს უსამართლოდ მოექცა თელასის შემდგომელი ხელმძღვანელობა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების არსოშვილისა და მეტივიშვილის ხელმძღვანელობა. ამდენი ხალხი დათხოვილია სამსახურიდან, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, ჯერ მათ უნდა ეკმაყოფილებინათ თავიანთი აქტივისტების თვის სამსახური, რომელს მათ ახდენ გვერდზე და ეხმარებოდნენ და მეორე სამსახურიდან განიცადებათ ის ხალხი, რომლებიც თანაგრძნობდნენ დღევანდელ ხელისუფლებას. სახალხო ბანკის ყოფილი მფლობელები ქონების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ. ბანკის დაფუძნებლებს საგანგებო განცხადება დღეს უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ბრიფინგის გამართვა ოთხშაბათისთვის გადადეს. როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა აქციონერმა გიორგი გოგუაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პრესკონფერენციის დაანონსების შემდეგ მათ დაუკავშირდნენ ლიბერტი ბანკისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები და დიალოგის შესთავაზეს. შესაბამისად, მათი განმარტებით ამ ეტაპზე ცალკეული შეფასებებისგან თავს შეიკავებენ, რადგან ცალმხრივმა ფორმულირებებმა პროცესი არ დააზარალოს. სახალხო ბანკი მისმა დამფუძნებლებმა 2009 წელს დათმეს. მაშინ ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი 12 მილიონად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა. ბანკს მალევე სათავეში საქართველოს ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი და 2007-2008 წლების პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა. ვიწყებთ სამხრივ ასე ვთქვათ მოლაპარაკებას, დიალოგს და
შესაბამისად შეფასებებთან დაკავშირებით ალბათ მოგვიანებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიურად ჩადაყენებთ საქმის კურსი ჩვენ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ ვითხოვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კონსტრუქციული საუბრის შემდეგ თქვენ გაიგებთ ალბათ ძალიან დადებით შედეგებს. მერაბიშვილის, ადეიშვილის და სააკაშვილის მცდელობის მიუხედავად ანზორ ქოქოლაძე ჯიბის ბიზნესმენად არიქცა. ეს განცხადება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ანზორ ქოქოლაძის და TBC ბანკ შორის დავასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ისინი ბიზნესმენისთვის ელექტრონიქსის წართმების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ და ახალ ხელისუფლებას ქოქოლაძის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით ელექტრონიქსი კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს და გამოძიების შემთხვევაში თვალთმაქცური გარიგებები და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოვლინდება. მერაბიშვილის, ადეიშვილის და სააკაშვილის მცდელობის მიუხედავად ანზორ ქოქოლაძე ვერ იქცა ჯიბის ბიზნესმენად, სხვა ბიზნესმენების გავსად. ის არ იძენდა უფლებას რესტორნებში და აი დიდი შეკრებების დროს თანხას არ იხდიდა, რომ სააკაშვილთან წვეულებებზე მოხვედრილი იყო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეს წვეულებები იმართებოდა. ის არ აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას, ის არ დებდა ფულს უაზრო პროექტებში მიხეილ სააკაშვილისა. სწორედ ამიტომ დაისაჯა ეს ადამიანი და გახორციელდა რეპრესიები მის მიმართ, წაართვეს მის მიერ შექმნილი კომპანია ელექტრონიქსი და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში ფიგურირებს კერძო კომპანიებიც. ჩვენ მოუწოდებთ ახალ ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს ეს საქმე, აქ ძალიან ბევრი დამნაშავის გვარი ამოტივტივდება და ელექტრონიქსი უნდა დაუბრუნდეს თავის ყოფილ მესაკუთრეს. გიორგი ქადაგიძე ქართულ ბანკში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ქართულ ბანკთან ისევ როგორც სხვა ნებისმიერ ბანკთან მიმართებაში არ არსებობს ეროვნული ბანკის არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც კანონის ფარგლებს ცდება. მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც ერთი თეთრი ზიანი მაინც მიაყენა ქართულ ბანკს ან სხვა ბანკს. ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით და საერთაშორისო პრაქტიკის ნორმებთან შესაბამისია. ქადაგიძის განცხადებით, იგი როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იღებს პირად პასუხისმგებლობას ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული იყო ეროვნულ ბანკში მისი 4 წლიანი მმართველობის პერიოდში. ქადაგიძემ მზადყოფნა გამოთქვა უახლოეს დღეებში შეხვდეს ახალი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, გაუზიაროს გამოცდილება და ერთად გაიარონ მიმდინარე პროექტები. მუქარაზე საუბრობს ბიზნესმენი ნაზი ალასანია. ბიზნესმენის მტკიცებით მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორც ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მისამართით მუქარის ზარები პრესკონფერენციის ჩაშლის მოთხოვნით განცხადების გაკეთებამდე 5 წუთით ადრეც განხორციელდა. ბიზნესმენის განმარტებით მისი დაშინება ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან მცირე და საშუალო ბიზნესზე ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, ფასტ პლუსის 45%-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი 94 წლიდან იყო, ხოლო ამ წლის 27 აგვისტოს ზეწოლის გამო წილი ერთლარად დაატოვებინეს. თუ ვის დაუთმო ქონება, ალასანიამ კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები არიან და მუქარას დღემდე მათგან ხორციელდება. ბიზნესმენი რამდენიმე დღეში სასამართლოში ჩივილს და კუთვნილი წილის დასაბრუნებლად ბრძოლას აპირებს. მას შემდეგ რაც ბიზნესმენებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან მე დავსვი კითხვა, რომ იყოს ზეწოლა საშუალო და მცირე ბიზნესებზე. იმ დღის შემდეგ ჩემს მიმართ გამძაფრდა მუხარის ზარები, შანტაჟი, ის პიროვნებები, ვინც მე ჩემი კუთვნილი წილი ძალით და მუხარით დამათმობინეს ერთლარად, ისინი გააქტიურდნენ. CSKO საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს არჩევნო კოდექსის თანახმად. შემაჯამებელი ოქმი კომისიამ არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 19 დღეს უნდა გამოაქვეყნოს. თუმცა უკვე არსებობს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვით კოალიცია ქართული ოცნება პარლამენტში 85 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი 65-ით. კოალიცია პროპორციული სიით 44 ადგილს, ხოლო ნაციონალური მოძრაობა 33 ადგილს მიიღებს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, პარლამენტში კოალიციას 41 მაჟორიტარი ეყოლება, ნაციონალურ მოძრაობას 32.
მოიხსენებთ საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 2,150,097 ამორჩეულმა. წინასწარი მონაცემებით ამ მრჩეველთა 54,97%-მა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, ხოლო 40,34%-მა ნაციონალურ მოძრაობას. მერვე მოწვევის პარლამენტი ქუთაისის ახლად აშენებულ პარლამენტში ორშაბათს 21 ოქტომბერს დღის პირველ საათზე შეიკრიბება. გამოხდა ბუქარესტის აეროპორტში რუმინული მედიის ცნობით საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება თავად პილოტებმა მიიღეს და არა საკონტროლო კოშკმა. მედიას ამის შესახებ ოტოპენის აეროპორტის სპიკერმა ვალენტინ იორდაჩემ განუცხადა. მისივე თქმით, დაშვების მიზეზი გახდა პილოტების ეჭვები, რომ თვითმფრინავს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა. ვალენტინ იორდაჩემ აღნიშნა, რომ დაშვების შემდგომ თვითმფრინავს ჩაუტარდა შემოწმება, რის შემდეგაც თვითმფრინავს ტექნიკური ხარვეზები არ აღმოეჩნდა და ფრენისთვის ვარგისად იქნა მიჩნეული. პრეზიდენტი საქართველოში იმავე თვითმფრინავით დაბრუნდა. საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავი ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვებას ახორციელებს, ეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ადმინისტრაციის ცნობით თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტიდან საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა. საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მედია გარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობს და მთავრობასა და მომავალ პარლამენტს კონკრეტული წინადადებებით მიმართავს. კოალიციის წარმომადგენელი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბებისთვის. მასტკერისა და მასტოფერის რეგულირება უნდა მოხდეს კანონით, სასამართლოში უნდა აღდგეს ფოტო და ვიდეო გადაღება. საჯარო ინფორმაცია უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, უნდა შეიცვალოს საჯარო პირების მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი. მისივე თქმით, გადასახადია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი. კოალიციის განცხადებით, აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსი უნდა გადაიჭრას. თამარ კორძაიას განცხადებით, ახალ ხელისუფლებას ჩამოყალიბებისთანავე მიმართავენ. მედია ადვოკატირების კოალიცია უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს და ძალიან ბევრი წინადადება, საკანონმდებლო წინადადებას და სხვა ტიპის რჩევებით შემუშავებული იქნა მთელი ამ ხნის მანძილზე. უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ წარედგინა წინა ხელისუფლებასაც და ნაწილობრივ მოხდა გათვალისწინება, მაგალითად თავის დროზე მოხდა მასტკერისა და მასტოფერის გათვალისწინება საარჩევნო კანონმდებლობაში. დღეს მედია კოალიციას უნდა, რომ ის ძველი საკითხებით, რომელიც დღემდე გადასაწყვეტია და კიდევ რამოდენიმე ახალი ერთობლივად წარადგინოს და მიმართოს ახალ პარლამენტს, რომ ჩაერთოს მათ გადაწყვეტაში. ეს არის მასტკერის და მასტოფერის შესახებ კანონების მიღება, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტები შემუშავებული, რომელიც შეტანილი იყო წინა პარლამენტში. აი ამ კანონების დროული განხილვა, გადახედვა და მიღება. ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხი, აჭარის ტელეკომპანია აჭარის სტატუსის განსაზღვრა, ეს არის ეროვნული კომისიის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესის გადახედვა. ახალი განაგზობს პირდაპირ ეთერში მუშაობას კომპანია სტერეო პლუსის მორიგი დაჯარიმების საფუძველი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას არ აქვს. რადიო ტალღურის სიხშირეების მორიგი მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ საკომუნიკაციო მომსახურებას სტერეო პლუსი მისი ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირულ დიაპაზონში ახორციელებს. ტექნიკური პარამეტრების გაზომვამდე კი მარეგულირებელ კომისიაში ეჭვობდნენ, რომ კომპანია 71 მეგაჰერცზე დადგენილი სიხშირიდან დასაშვები ნორმების გადაცდომით გადასცემდა სიგნალს. პარალელურად სტერეო პლუსის ხელმძღვანელი ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების პირობებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვას ელოდება, რომელზეც ის მხარეთ წარმოდგენილ მეცხრეებთან ერთად მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ იდავებს. ეს არის ის საკითხი, რამდენად წითელი კოჭია TV9, იმით რომ ის გადის ეთერში, მაშინ როდესაც ამ ეთერით სტერეო პლუსის სიხშირეებით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან, თქვათ, აფხაზეთი, როგორიც არის მზე, როგორიც არის მოგეხსენებათ საქართველო და ასე შემდეგ. მრავალ კომპანიას ჩვენ უწევდით მომსახურებას. ამიტომ ის საკითხი, რომ მაქვს თუ არა უფლება მეცხრე არხი გავართ, ცხადია რომ აქვს. და ცხადია რომ ლიცენზიაში არავითარი აკრძალვა არ მიწერია ამ თემაზე.
განცხადებას ავრცელებს კომპანია Silknet, სადაც ნათქვამია, რომ მეცხრე არხის მაუწყებლობა Silknet-ის აბონენტებისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღეს საღამოს მეცხრე არხზე ჟურნალისტმა თამთა სანიგიძემ განაცხადა, რომ საღამოს საათებში Silk-TV-მ გარკვეული დროით შეაჩერა მეცხრე არხის მაუწყებლობა. კომპანია Silknet-ი აცხადებს, რომ შეფერხება გამოწვეული იყო უამინდობის გამო და შეეხო თანამგზავრული კავშირით მიღებულ არხებს, მათ შორის მეცხრე არხზეც. ამ ეტაპზე ჩვენს აბონენტებს უწყოდად მიეწოდება ყველა არხის მაუწყებლობა. აქვე აღნიშნავთ, რომ მიუხედავად მასტკერის ვალდებულებების ვადის ამოწურვისა, კომპანია Silknet-ი აგრძელებს თანამშრომლობას ყველა ქართულ არხთან და ყველა მათგანის მაუწყებლობას შეუფერხებლად მიაწვის საკუთარ აბონენტებს, ნათქვამია Silknet-ის განცხადებაში. თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი ნოშრევან ჩხაიძე კულტურის სამინისტროს მიმართავს, ის უნივერსიტეტიდან მიდის, თუმცა ითხოვს სამინისტრომ აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობა შეაფასოს. ის ამბობს, რომ აკადემიური საბჭოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებები უკანონოა და ამით უნივერსიტეტის სამართლებრივი ჩარჩოდან ამოვარდა. შეგახსენებთ, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი რექტორი გოგი მარგველაშვილი დაასახალა, თუმცა აგვისტოს თვეში იმავე აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით რექტორი ნოშრევან ჩხაიძე გახდა. საბჭოს წევრები დღეს აცხადებენ, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება ზეწოლის ფონზე მიიღეს. თემურ შაშიაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნის თეთრების ლიდერი საქართველოს პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნებას ითხოვს. შაშიაშვილის თქმით, შენობა, სადაც ახალი პარლამენტი ააშენეს, ქართველი გმირების სადიდებელი მემორიალის დანგრევებზეა აშენებული. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოს გადატანა ვერ გააძლიერებს ქუთაისს. თუ ხელისუფლებას ქუთაისის გაძლიერება სურს, შაშიაშვილის აზრით ამ ქალაქში კულტურა, ბიზნესი და მეცნიერების განვითარება უნდა დაიწყონ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე შაშიაშვილმა პოლიტდევნილების რეაბილიტაციასა და მათი აღძრული საქმეების შეწყვეტაზე ისაუბრა. ძალიან ბევრი ჩვენი ხელისუფლებისადმი დაუბრუნდნენ საქართველოს. ბევრი რამის გამო ეს შენობა დღეს ცოდვის პატარებელია. ცოდვის პატარებელია იმის გამო, რომ უამრავი ადამიანის სახელთან იყო ეს დაკავშირებული დიდების მემორიალი და ძალიან ბევრი ადამიანისათვის ის იყო მისი წარსულის მოგონების და მომავალზე ფიქრის ადგილი იყო. ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ ამ ცოდვის ადგილზე, რომელიც დღეს ცრემლთან უფროა დაკავშირებული. მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახს გაახარებს. ის არ არსებობს ქვეყანა, სადაც არსებობს მცნება პოლიტიკური თავშესაფარი და ქართველ კაცს პოლიტიკური თავშესაფარი არ კონდეს მიღებული. ეს სამარცხვინოა საქართველოსათვის. თემქაზე მეშვიდე პოლიკლინიკის შენობაში დევნილები ყურადღების მიქცევას ითხოვენ. უკვე მეოთხე დღეა შენობაში 56 ოჯახია შეჭრილი, ყველა მათგანი აფხაზეთიდანაა. დევნილები დაკავებული ოთახების დაკანონებას ან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ. ნახდათ არ არის სწორი, პირიქით სამარცხვინო საქციელია, მაგრამ კიდე გეუბნებით, მართლა გაუძლეს მდგომარეობაში ვართ, მართლა არ აქვს არსად წასასვლელი და ვიღლებით უკვე ყოველ თვეში 300 ლარის შოვნით. ვალებით გაიჭედა ხალხი, ვეღარ ვიხდით ქირას. ფართი არ აქვს ხალხს, აი ბავშვებინად არის, აი მიხრელები არიან ხალხი რა და ელემენტარულად რომ მოვიდეს და თუნდაც სამინისტრო ან ვიღაცამ რაღაცა უთხრას ელემენტარულად, ან გეკუთვინ, ან არ შეიძლება. აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა 50 კაციანი ჯგუფი მიცქევიჩის 29 ნომრიდან, სადაც მერიის კუთვნილ შენობაში იყვნენ შეჭრილი, გვიანღამით პირველ საათზე უზნაძის ნომერ 8-ში გადაიყვანეს. დოლულთა და განსახლების მინისტრის მოადგილის ვალერი კოპალეიშვილის განცხადებით, დევნილები სახელმწიფოს კერძო საკუთრებაში გადაიყვანეს. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ მეცხრე არხს განუცხადა, დევნილები იქ დროებით დარჩებიან, ალტერნატიული ფართის გამოყოფის შემთხვევაში კი სხვაგან გადაიყვანენ. დევნილების განცხადებით, შენობა, სადაც სამინისტრომ გადაიყვანა, საცხოვრებლად უვარგისია. მათივე განცხადებით, შენობაში არის ანტისანიტარია. დევნილები ითხოვენ სახელმწიფომ ფართის საკუთრებაში გადასცეს, რომ გაასუფთა უნდა საცხოვრებლად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მოიყვანონ. სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შენობასთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. ჩვენ არ ვართ კონკრეტულად ამ ფართის დასაკავებლად აქ მოსული. ჩვენ უბრალოდ სხვანაირად ვერანაირად ვეღარ მოიქციეთ ამ თავრობის ყურადღება, რომ მოგხედონ. ამ შენობიდან 2010 წელს ჩვენ გავყარეს და იმის მერე არავის არ მოუკითხეთ ჩვენი თავი და შემოსულები ვართ და დიდ რამეს მივახციეთ იმით, რომ ნახევარ საათში ჩვენი აქ შემოსვლიდან მთელი სამინისტროს წარმომადგენლობა აქ იყო ჩამოსული და უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. დევნილები შესული მერიის შენობაში, აქ ფუნქციონირებს მერია და ვეძებთ ალტერნატიულ ადგილს, სადაც ასევე დროებით გადავიყვანთ მათ საცხოვრებლად. მე დღემდე არავითარი ის არ მინახია მე, არც დახმარება და არაფერი, ეხლა ვანახეს ეს ფართი. აი ამასაც თუ არ წაგვართმევენ, ამაზეც მადლობელი დავშევით.
დევნილობაში მყოფი მოსახლეობის კონსოლიდაცია, მათი სამართლებრივი დახმარება და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში დევნილთა აქტიური მონაწილეობა. ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლის განხორციელებასაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია გზა აფხაზეთისკენ გეგმავს. გაერთიანების დამფუძნებლებმა პროგრამა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულებს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააცნეს. დევნილები იმ საკითხებით დაინტერესდნენ, თუ როგორ მოხდება მათი ჩართვა საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში. ისინი ამბობენ, რომ კონფლიქტის დარეგულირების საქმეში სახალხო დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი უნდა დაეკისროს. ყოველი დღე, ყოველი გადაწყვეტილება უნდა იყოს აფხაზეთისკენ მიმართული და აფხაზეთისკენ დაბრუნების საქმეს უნდა ემსახურებოდეს. გარკვეულწილად მთელი ის კონცეფცია, რომელიც სამოქმედო გეგმად არის ჩამოყალიბებული გზა აფხაზეთისათვის, ემსახურება ამ მიზანს. ეს უპირველეს ყოვლისა აფხაზებთან უშუალო ურთიერთობაში, ანუ რასაც სახალხო დიპლომატიას ვეძახით, სწორედ აი ამ სახალხო დიპლომატიაში მოიაზრება. ხალი პროგრამა უნდა შემუშავდეს. ჯერ ერთად დადგომის, იმიტომ რომ ხალხი რაღაც იმედგაცრუება არის ხალხში და შემდეგ ამ ახალი პროგრამის აღორძინებაში. არჩევნების შემდეგ ზუგდიდში იუსტიციის სახლის მშენებლობა შეჩერდა, ობიექტიდან უკვე წაიღეს სამშენებლო ტექნიკა. იუსტიციის მშენებარე სახლს მხოლოდ დარაჯი იცავს. მშენებელ კომპანია ანაგში აცხადებენ, რომ მშენებლობის შეჩერებაზე დირექტივა იუსტიციის სამინისტროდან მიიღეს. ანაგის კომერციული დირექტორის დავით ჩანტლაძის განცხადებით, იუსტიციის სახლის მშენებლობის გაგრძელება ახალ მინისტრზეა დამოკიდებული. ზუგდიდის იუსტიციის სახლს, რომელიც ყოფილი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე შენდება, საფუძველი 16 ივნის პრეზიდენტმა ჩაუყარა. გეგმის მიხედვით ობიექტი დამკვეთს 2013 წლის ივნისში უნდა ჩაბარდეს. შეიძლება იყო რომ შევაჩერო დროებით, სანამ ახალი მთავრობა გადაწყვეტავს აგრეთვე რა მუშაობას. ხან თვითონ სამინისტრო დამოდიოდა შეჩერებაზე მითითება, ბატონ დავით. და როდის განახდება, ხო არ იცით, ჯერ ხო არ გაქვთ ინფორმაცია? ინფორმაცია არ მაქვს ჯერ. ალბათ ახალი მთავრობა რო ახალი მინისტრი რო მიიღოს გადაწყვეტილებებს და ბავშვთა სათამაშო მოედნის მშენებლობა შეჩერდა რუსთავში თბილისის ქუჩაზე. მოედნის რეკონსტრუქცია 25 სექტემბერს დაიწყო და არჩევნების მეორე დღეს შეწყდა. მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებლობის პროცესში მოედნის მოწყობის ტექნოლოგია დაირღვა. მათ თქმით, საფარზე დაყრილი მიწა ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. რის გამოც ბავშვებს თვალების ტკივილი და ალერგია დაეწყოთ. მშენებლობის შეჩერების მიზეზებზე საუბრობს მერიის პრესამსახური. ნინო კორძაიას განცხადებით, სპორტული სტადიონის რეაბილიტაციას რუსთავის კორპუსი აწარმოებდა და მცირე ხარვეზების მიუხედავად სამუშაოები ისევ განახლდება. დაიწყეს 25 სექტემბერს ამ სტადიონის გაკეთება, დაანგრიეს, მიშალეს, მოშალეს, მერე მოიტანეს ხრეში იყო თუ რაღაცა იყო და აღარეს და წავიდნენ. არჩევნების მერე საერთოდ აღარავინ აღარ გამოჩენილი აქ და აღარავის აღარაფერი აღარ გაუკეთებია. ამის შემდეგ ბავშვებს აქვთ ალერგია, ეს ქვიშა არ არის. ეს არის წიდა, რაღაც დაფქული, დამწვარი რაღაცა არის, დაფქული და დაყრილი. მთელი ეზოს ბავშვები არიან დაავადებულები, თვალების ტკივად, ალერგია ემართებათ. ტარდებოდა, ტურნირები ტარდებოდა. ეს უბნებს შორის. იყო ძალიან ესეთი საინტერესო ის იყო და ახლა გვინდა კიდე აღვედგინა, რომ უფრო გაგვეკეთებინა, გაგველამაზებინა აქაურობა, მაგრამ გაჩერდა შუაგზაში და ამ ეტაპზე მცირე შეფერხება არის, თუმცა უახლოეს მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ და ეს სტადიონი რა თქმა უნდა დასრულდება. ოზურგეთში შეკვეთილის ტერიტორიაზე არსებულ Global TV-ს ანტენების საწყობს ყადაღა მოეხსნა. როგორც საწყობის გამგეს ოსო კვაჯაძე ამბობს, რამდენიმე ასეული ანტენა დაზიანებულია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყადაღა მოხსნილი საწყობებიდან ანტენების შემოტანის პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ანტენების მონტაჟი დაიწყება. აქ მიმდინარეობს ერთადაც ამ დაყადაღებულები ანტენების კომპლექტაცია, შემოსდაბრუნება უკან. არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ იყო უპატრონოდ, უყურადღებოდ, ეყარენ წყალში. საბიუჯეტო თანხების და განხორციელებული ტენდერების შესწავლის მიზნით ოზურგეთში კომისია იქნება. კომისიის შექმნის ინიციატივით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე გამოდის. მისი თქმით, კომისია დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური პირებით და აქტიური მოქალაქეებით. კომისიის შექმნის მიზანია გამოვლინდეს კორუფციული გარიგებისა და არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ბიუჯეტის თანხები არაკანონიერად დახარჯა. ახარჯა სხვადასხვა
ეს მინისტრო არ არის. მაინტერესებს როგორ გაიხარჯა ეს ბიუჯეტის სახსრები, კონკრეტულად რა მიზნებს შეეწირა სოფლის პროგრამების თანხები. მე როგორც საკრებულოს დეპუტატი ძალიან კარგად ვფლობ მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა სოფლის პროგრამებზე თუ ბიუჯეტთან მიმართებაში. როგორ არამიზნობრივად იხარჯებოდა ამა თუ იმ სოფელში თანხები, სწორედ ეს კომისია ემსახურება იმას, რომ აი ამის კვლევა ჩაატაროს. ყველაზე მთავარი რაც უნდა გაკეთდეს დღეს საქართველოში, ეს არის რომ ის დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რომელმაც ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად გახარჯა და კორუფციის ბუდეთ აქცია ოზურგეთი. იოსებ ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის მეტპერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა. საავადმყოფოს 282 თანამშრომელი შენობის შესაძლო გაყიდვასა და პერსონალის სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილებას აპროტესტებს. თანამშრომლების ინფორმაციით კომპანია New Lives შენობის ყიდვას სურს. მათი განცხადებით იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა თანამშრომლების გადანაწილება სხვადასხვა დაწესებულებებში. მეტპერსონალის აქციას პროფკავშირებით შეუერთდა, როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ვერძაძემ აღნიშნა, ყოველგვარი მოქმედება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე უნდა შეჩერდეს. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბათუმის სამშობიარო სახლი არ იყიდება. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იყო არასამართლიანად დადებული ხელშეკრულება, რომლის თაობაზეც ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჩივრები ყველა მაღალ ინსტანციებში. კოლექტივისგან დამოუკიდებლად მოხდა ეს გარიგება, მოხდა ფორსირებული წესით გარიგება. ეხლა ამათვის გახდა ცნობილი, რომ რატომღაც აჩქარებენ რაღაც აღსრულებას, რაღაც პერიოდის გამო და დასაქმებულებს გაუჩნდათ სამართლიანი მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ფარულად, მალულად, უნდა იყოს გასაჯაროებული და ჩვენ პროფკავშირები ყოველთვის დაუდგებით ჩვენ წევრებს გვერდით. სამშობიარო სახლის შენობა ნაგებობა წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და მისი პრივატიზება დღეისათვის არ იგეგმება. ჭიათურის სოფელ თვალუეთის მოსახლეობა წაბლის დღის მასობრივ ჯრას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მეორე წელია ხეები იჭრება და ამ დროისთვის სოფელში უკვე განადგურებულია ქარსაცავი ზოლები. მათივე თქმით, არსებობს ცალკეულ ადგილებზე მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებაც. თვალუეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ლიცენზიით გათვალისწინებული სანიტარული ჭრის ნაცვლად სოფელში ძირითადად ჯანმრთელ ხეებს ჭრიან. ადგილობრივები წაბლის დღის ჭრის დღესვე შეწყვეტას ითხოვენ წინააღმდეგ. შემთხვევაში კი მასობრივი საპროტესტო აქციებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებიან. სოფელში წაბლის ხეებს შპს რგანის წარმომადგენლები კომპანია ვუდ ექსპორტის ლიცენზიის საფუძველზე ჭრიან. აღნიშნული კომპანია დასაქმების უკვე ყოფილ მინისტრ სპა და ტრაპეიძეს ეკუთვნის. ტრაპეიძეს შპს-ს 70%-იანი წილის მფლობელია. შეუნახეთ შვილებსაო. ასე არის мама პაპიდან და თუ შენახვაქვია ამას აბანახეთ განადგურებულია. ლუბოი ადგილზე სად გინდათ რომ მიხვიდეთ? სად უნდა გაიაროთ? აგებულია ხე. საბუჩი მე ასე ვიცი, ვითომ უნდა ეწეროს რომ ავანტყოფი ხე მოჭრათ. ეს ავანტყოფია. ვიჭრით მხოლოდ იმ ხეებს, რომელიც მოჭრის უფლებასაც თავად სახელმწიფო გვინიშნავს. მე პირადად არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ სახელმწიფო აგზავნის თავის სპეციალისტს, ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აგზავნის თავის სპეციალისტს, რომელიც გვეუბნება ამ ხეზე, რომ ეს არის არაჯანსაღი ხე და შეგიძლია მოჭრას სპეციალური დამღაიდება, რომელსაც უნდა მოიჭრას და მხოლოდ მას შემდეგ ვახორციელებთ მის მოჭრას. ზურაბ ჭიაბერაშვილის სიღნაღში სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც მხოლოდ გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ, მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრის შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილმა მეცხრეებთან განაცხადა, რომ შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მარწმუნებულისგან იმ პრობლემების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, რომელიც სიღნაღის რაიონის სოფლებშია. ადგილზე მუნიციპალიტეტებში 2010 წლის შემდეგ საკრებულოში უმრავლესობას ფლობს ნაციონალური მოძრაობა. ბუნებრივია ისინი საკრებულოები აკომპლექტებენ და განსაზღვრავენ უნდა იყოს გამგებელი. ამ შემთხვევაში ყავს ხელმძღვანელობა სიღნავს, ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და მე როგორც გუბერნატორს მევალება კიდევაც რომ მათთან მქონდეს ჭიდრო კონტაქტი, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მივიღო იმ საკითხების შესახებ, რაც სიღნავში. ძირითადი პრობლემები ჩვენ უთხარით, რომ ეს არის როგორც ერეკლე მეორის ქუჩის მეწყერსაში ზონა, დაუშვათ ასევე სხვადასხვა პრობლემები, რომელიც ძალიან აქტუალურია, რომელიც ძალიან აუცილებელია და საჭიროა ამ პრობლემების გადაწყვეტა და ესეთ აი ამ საკითხებზე იყო ძირითადი შეხვედრა.
თავისუფალი საქართველო და საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია იმ დირექტორების გვარებს ასახელებს, რომლებმაც პედაგოგები პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. ასოციაციის თავმჯდომარე ლია ნიკოლაიშვილის თქმით, გადაუდებელ ამოცანას სკოლებში უმძიმესი მდგომარეობის შეცვლა წარმოადგენს. მისივე განცხადებით, პედაგოგთა ასოციაცია სურს განათლების მინისტრობის კანდიდატთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა, რათა გაუზიარონ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის გზები. დრო არის თანდათანობით ეტაპობრივად სკოლა დაუბრუნდოთ მის პირვანდელ სახეს, სადაც მოსწავლეთა აღზრდა და განათლების საქმე იქნება უპირველესი საკითხი. ერთერიშვილი ქეთინო, რომლის მეუღლე დისციპლინარული საბჭოს თავმჯდომარე გახდა და მისი მეუღლე იყო სპეცრაზმელის მეთაური, სადაც მისი ხელით ხდებოდა დარბევა 7 ნოემბერს 26 მაისს და იღებდა პრემიებს და თვითონ ეს ქალი ამაყობდა, რომ ამ პრემიით ყიდულობდა ბინას და ცხოვრობდა გადასარევად. შემდეგი ლაურა ტიღაშვილი, რომლის მეუღლე იყო ორთაჭალის ციხის უფროსი, მანანა მიქელაძე ფსიქოლოგი, რომლის ქმარი და შვილი იყვნენ გლდანის მერვე საპროფილის ბადრაგები. ზუსტად ქალბატონა მანანა მიქელაძის მეზობელია ბადრაგი ქალი მაიამ გალობლიშვილი, რომელთა ხელითაც დაიწერა განცხადება და მე გამათავისუფლეს სკოლაში. წიგნის მაღაზია პარნესში ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსის აინ რენდის ნაწარმოების პირველ წყაროს ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. პირველი წარმატება აინ რენდს სწორედ ამ ნაწარმოებმა მოუტანა. წიგნი დღემდე ბესტსელერთა სიაშია და გამოცემიდან 6.5 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნის მთავარი პერსონაჟია გენიალური ახალგაზრდა არქიტექტორი ჰაუარდ დრო. აინ რენდი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე გამომცემლობა არეტეს მიერ. თარგმანის ავტორები არიან ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე. მსურველებს წიგნის შეძენა წიგნის ყველა მაღაზიაში შეუძლიათ. ის არის უაღრესად პოპულარული ამერიკულ შეერთებულ შტატებში და საქართველოში ის თითქმის არ ჭირდება. ეს არის დამჯერად ძალიან ძლიერი, ძალიან პოპულარული წერალი, რომელიც ამავე დროს მაწვეული ფილოსოფოსიც არის, რომელიც ჩამოაყალიბა თავისი ფილოსოფიური მიმდინარეობაც კი. ბევრ ადამიანს ურჩევ რომ წაიკითხოს, თუმცა შტაბ-ეშტილება ამ წიგნიდან არაერთგვაროვანი იქნება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს გაახსენდება შეიძლება თავის გამრავლილი ცხოვრება, გაიხსენოს ის წლები ან ის დღეები, რომელიც მან შეიძლება დაკარგა ყოველდღიურობასთან, ესე ვთქვათ, რევერანსებში და შეალია ის პრინციპები, რითიც შეიძლება უნდა ეცხოვრა. ახალი განაგზავს პირდაპირ ეთერში მუშაობას თელასის თაწმინდა კწანისის თანამშრომლები გაიფიცნენ. თანამშრომლების სრული შემადგენლობა შრომის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვს. მათი თქმით 4 თვის წინ ფილიალის თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ და უმძიმეს პირობებში აღმოჩნდნენ. დღესვე გაიფიცნენ დიდუბე-ჩუღურეთის საბურთალოს, დელისის, ვერის, ვაკისა და გლდანის ფილიალების თანამშრომლები. ცოტა ხნის წინ თანამშრომელთა გაფიცვას თელასის კომერციული დირექტორი სურა ბარსაშვილის გამოეხმაურა. გვაქვს აუტანელი სამუშაო პირობები. რაში გამოიხატება ეს? გვამუშავებენ 9-დან 11 საათამდე. შაბათ-კვირის ჩათვლისას. აი იმ 11 საათებს, რასაც გვამუშავებენ, იმის ანაზღაურებას ჩვენ არ გვაძლევენ. დღეს პირადად დაგვიბარა მენეჯერმა და გითხრათ თქვენი პრობლემები გითხარით. ჩვენ უთხარით ჩვენი პრობლემები. გვაძლევენ გზის ფულს 30 ლარს თვეში, ანუ დღეში 1 ლარი. გვიხდება მთელ ქალაქში ტრიალი. ეს ელემენტარულად ხო არ გაწუდება, ხო, როდესაც მარშრუტ გაყის 80 თეთრი და ავტობუსი ყის 50 თეთრი, დღეში გვიხდება სანამ ჩემ ობიექტზე მივარ 4ჯერ და 5ჯერ ასვლა ჩამოსვლა. პლუს ამას დამოკიდებულება თავის თანამშრომლებთან. პირველი პრობლემა იყო განთავისუფლებული თანამშრომლები. ამის გარდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ აიღო ხალხმა ის დაპირებული პრემიები, რაც უნდა გქონოდათ და საერთოდ შრომის პირობებით ხელმძღვანელების მხრიდან იგივე ურთიერთობები, რაც დღეს გამოიწვია ბოლო წვეთი იყო. უკანონოდ თელასიდან არავინ არ განთავისუფლებულა. ჩვენ შევწავაზეთ ყველა თანამშრომელს. მათ შორის ხელმძღვანელებს, მაშინ როცა აქ მენეჯმენტი შეიცვალა, რომ უარი ეთქვათ ყოველგვარი კორუფციული გარიგებებზე თუ ადრე ესეთი რამე ხდებოდა და მოიყვანათ წესრიგში თავიანთი ქსელი და არასანქცირებული ეგრეთ წოდებული ლევი მიერთებები. ძალიან ბევრმა თანამშრომელმა მიიღო წინადადება და ფეხი აუწყო ახალ მიდგომებს და ახალ მოთხოვნებს, მაგრამ მცირე ნაწილმა ესეთ ნაწილი ავიდეთ ახლა ჩამოლაპარაკობთ, ვერ შეეგუა და არ ისურვა პატიოსნად მუშაობა და როგორ ფიქრობთ თუ ადრე ვინმე აბონენტს ფულს არ თმევდა, მერე მასზე ჯარიმას ხოლმე არ გამოწევდა.
და თავისი განცხადების და თავისი სურვილით დაწერეს განცხადებები და წავიდნენ სამსახურიდან. ასევე რაღაცა მცირე ნაწილი იყო ისეთი ვინც არ დამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მართლაც წავიდნენ სამსახურებიდან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა კომერციული სტრუქტურის, ვიღაცა მოდის, ვიღაცა მიდის, ვიღაცა გადადის სხვა სამსახურში, ვიღაცა გადმოდის სხვა სამსახურიდან. ესე რომ ეს ეხლა მონოპოლიებში არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი უცვლელი პროცესი ყველა კომერციული სტრუქტურის. ჭიათურაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. მაღაროელებმა ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელების გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მაღაროელები აღნიშნავენ, რომ ეს პირები მათ წლების მანძილზე არაადამიანურ პირობებში ამუშავებდნენ. ისინი ამბობენ, რომ მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. გვამუშავებდნენ და ჩვენ ხელფას ჯიბებში იდებდნენ. გვამუშავებდნენ ზედმეტ დღეებს, არ გვიხდიდნენ არანაირ ანაზღაურებას მონებივით, აი ზუსტად მონებს გვიწოდებდნენ. მე პირადად მიწოდეს ამის ფაქტი ვიცი, რომ მონა მიწოდეს. 5 ლარი იჭრებოდა 5 წლის განმავლობაში თითოეულ მოსამსახურეს ხელფასზე თვეში. ხელფასზე. ეხლა 3 წლის განმავლობაში ძველი ჩეკები იყო სამწუხაროდ, რომელიც ნადგურდებოდა და განადგურებულია, იქ ეწერა დაქვითა, მაგრამ ის 5 ლარი არ ეწერა რისთვის. არ ეწერა რისთვის. კლანის ციხესთან 26 მაისს ყინწვისში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული ვეტერანების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ ვეტერანები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ასევე მოითხოვენ გამომძიებლის პროკურორისა და მოსამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას. ოჯახის წევრები ვეტერანების გასათავისუფლებლად მიხეილ სააკაშვილს 10 დღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გამართავენ. ეს არის ტყუილი, ეს არის აბსურდი. მას მამას ზურაბ გელაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. იგი არის სამხედრო პიროვნება და ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია. იბრძოდა ბოლო აგვისტოს ომის ჩათვლით. და მიხეილ სააკაშვილს მიმართავ ასეთ უსირცხვილო ქმედებებს თავი დაანებოს და ეს 24 ადამიანი დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში გამოუშვას გარეთ. გიორგი ქადაგიძე ქართულ ბანკში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით ქართულ ბანკთან ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ბანკთან მიმართებაში არ არსებობს ეროვნული ბანკის არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც კანონის ფარგლებს ცდება. მისი თქმით არ არსებობს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც ერთი თეთრი ზიანი მაინც მიაყენა ქართულ ბანკს ან სხვა ბანკს. ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით და საერთაშორისო პრაქტიკის ნორმებთან შესაბამისი. ქადაგიძის განცხადებით იგი როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იღებს პირად პასუხისმგებლობას იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული იყო ეროვნულ ბანკში მისი 4 წლიანი მმართველობის პერიოდში. ქადაგიძემ მზადყოფნა გამოთქვა უახლოეს დღეებში შეხვდეს ახალი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გაუზიაროს გამოცდილება და ერთად გაიარონ მიმდინარე პროექტები. ქონების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ სახალხო ბანკის ყოფილი მფლობელები. ბანკის დამფუძნებლებს საგანგებო განცხადება დღეს უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ბრიფინგის გამართვა 4 შაბათისთვის გადადეს. როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა აქციონერმა გიორგი გოგუაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პრესკონფერენციის დაანონსების შემდეგ მათ დაუკავშირდნენ ლიბერტი ბანკისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები და დიალოგის შესთავაზეს. შესაბამისად, მათი განმარტებით ამ ეტაპზე ცალკეული შეფასებებისგან თავს შეიკავებენ, რადგან ცალმხრივმა ფორმულირებებმა პროცესი არ დააზარალოს. სახალხო ბანკი მისმა დამფუძნებლებმა 2009 წელს დათმეს. მაშინ ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი 12 მილიონად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა. ბანკს მალევე სათავეში საქართველოს ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი და 2007-2008 წლების პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა. ვიწყებთ სამხრივ ასე ვთქვათ მოლაპარაკებას, დიალოგს და შესაბამისად შეფასებებთან დაკავშირებით ალბათ მოგვიანებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიურად ჩაგაყენებთ საქმის კურსში ჩვენ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ ვითხოვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კონსტრუქციული საუბრის შემდეგ თქვენ გაიგებთ ალბათ ძალიან დადებით შედეგებს. მერაბიშვილის, ჩადეიშვილის და სააკაშვილის მცდელობის მიუხედავად ანზორ ქოქოლაძე ჯიბის ბიზნესმენად არ იქცა. ეს განცხადება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ანზორ ქოქოლაძისა და TBC ბანკ შორის დავასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ისინი ბიზნესმენისთვის ელექტრონიქსის სართმევის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ და ახალ ხელისუფლებას ქოქოლაძის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით ელექტრონიქსი კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს და გამოძიების შემთხვევაში თვალთმაქცური გარიგებები და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოვლინდება. მერაბიშვილის, ადეიშვილის და სააკაშვილის ცდელობის მიუხედავად ანზორ ქოქოლაძე ვერ იქცა ჯიბის ბიზნესმენად, სხვა ბიზნესმენების გავსად. ის
არ იძენდა უფლებას რესტორნებში და აი დიდი შეკრებების დროს თანხას არ იხდიდა რომ სააკაშვილთან წვეულებებზე მოხვედრილი იყო თქვენ კარგად მოგეხსენებათ ეს წვეულებები იმართებოდა ის არ აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას ის არ დებდა ფულს უაზრო პროექტებში მიხეილ სააკაშვილისა სწორედ ამიტომ დაისაჯა ეს ადამიანი და გახორციელდა რეპრესიები მის მიმართ წაართვეს მის მიერ შექმნილი კომპანია ელექტრონიქსი და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში ფიგურირებს კერძო კომპანიებიც ჩვენ მოუწოდებთ ახალ ხელისუფლებას რომ გამოიძიოს ეს საქმე აქ ძალიან ბევრი დამნაშავის გვარი ამოტივტივდება და ელექტრონიქსი უნდა დაუბრუნდეს თავის ყოფილ მესაკუთრეს უკარაზე საუბრობს ბიზნესმენი ნაზი ალასანია ბიზნესმენის მტკიცებით მისი სიცოცხლის საფრთხე ემუქრება როგორც ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მისი მისამართით მუქარის ზარები პრესკონფერენციის ჩაშლის მოთხოვნით განცხადების გაკეთებამდე 5 წუთით ადრეც განხორციელდა ბიზნესმენის განმარტებით მისი დაშინება ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ დაიწყო როდესაც მან მცირე და საშუალო ბიზნესზე ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება მისივე თქმით Fast Plus-ის 45%-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი 1994 წლიდან იყო ხოლო ამ წლის 27 აგვისტოს ზეწოლის გამო წილი ერთლარად დაატოვებინეს. თუ ვის დაუთმო ქონება ალასანიამ კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები არიან და მუქარაც დღემდე მათგან ხორციელდება. ბიზნესმენი რამდენიმე დღეში სასამართლოში ჩივილს და კუთვნილი წილის დასაბრუნებლად ბრძოლას აპირებს. მას შემდეგ რაც ბიზნესმენებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან მე დავსვი კითხვა რომ იყო ზეწოლა საშუალო და მცირე ბიზნესებზე იმ დღის შემდეგ ჩემს მიმართ გამძაფრდა მუხარის ზარები შანტაჟი ის პიროვნებები ვინც მე ჩემი კუთვნილი წილი ძალით და მუხარით დამათმობინეს ერთლარად ისინი გააქტიურდნენ ამერიკის ელჩი ბათუმში რიჩარდ ნორლანდი უკვე ესაუბრა ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და საინვესტიციო გარემო განიხილეს. ნორლანდმა აღნიშნა, რომ ის ხედავს ორივე პოლიტიკური ძალის მცდელობას სიმუშაონ ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის თქმით საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. მისივე თქმით ელჩის ეკითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდება ქალაქის თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობა. ნორლანდი დღესვე შეხვდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს აჭარის მუხტს ჯემალ ბაქსაძეს. საქართველოს მთავარი გამოწვევა არის გააგრძელოს სვლა პროგრესით. ის რაც ხდება ბათუმში ასახავს საქართველოს რეალობას. დროა ორივე მხარე მითანამშრომლობს. მე ვხედავ რომ ორივე მხარე ავლეს ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობის სურვილს. შეხვედრის პერიოდში ჩვენ ხაზი გავუსვით იმ პროგრესს იმ პრობლემებს დესტინაციაც იყო ქალაქი და დაგაკეთდა ბოლო პერიოდში. გარდა ამისა ხაზი გაესვა სამომავლო გეგმებს თუ რას ვაპირებთ ქალაქი როგორ უნდა განვითარდეს თვითმმართველობის ფუნქცია როგორ გრძელდება რა მოხდა ბუქარესტის აეროპორტში რუმინული მედიის ცნობით საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება თავად პილოტებმა მიიღეს და არა საკონტროლო კოშკმა. მედიას ამის შესახებ ოტოპენის აეროპორტის სპიკერმა ვალენტინ იორდაჩემ განუცხადა. მისივე თქმით დაშვების მიზეზი გახდა პილოტების ეჭვები, რომ თვითმფრინავს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა. ვალენტინ იორდაჩემ აღნიშნა, რომ დაშვების შემდგომ თვითმფრინავს ჩაუტარდა შემოწმება, რის შემდეგაც ტექნიკური ხარვეზები არ აღმოჩნდა და ფრენისთვის ვარგისად იქნა მიჩნეული პრეზიდენტი საქართველოში იმავე თვითმფრინავით გვიან ღამით დაბრუნდა. ახალი ბრუნდება პირდაპირ ეთერში კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მედია გარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობს და მთავრობასა და მომავალ პარლამენტს კონკრეტული წინადადებებით მიმართავს. კოალიციის წარმომადგენელი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბებისთვის. მასკერისა და მასტოფერის რეგულირება უნდა მოხდეს კანონით, სასამართლოში უნდა აღდგეს ფოტო და ვიდეო გადაღება. საჯარო ინფორმაცია უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, უნდა შეიცვალოს საჯარო პირებთან მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი. მისივე თქმით, გადასახედია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესიც. კოალიციის განცხადებით აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსი უნდა გადაიჭრას. თამარ კორძაიას განცხადებით ახალ ხელისუფლებას ჩამოყალიბებისთანავე მიმართავენ.
მედია ადვოკატების კოალიცია უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს და ძალიან ბევრი წინადადება, საკანონმდებლო წინადადებას და სხვა ტიპის რჩევებით შემუშავებული იქნა მთელი ამ ხნის მანძილზე. უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ წარედგინა წინა ხელისუფლებასაც და ნაწილობრივ მოხდა გათვალისწინება, მაგალითად თავის დროზე მოხდა მასკერისა და მასტოფერის გათვალისწინება საარჩევნო კანონმდებლობაში. დღეს მედია კოალიციას უნდა, რომ ის ძველი საკითხებით, რომელიც დღემდე გადასაწყვეტია და კიდევ რამოდენიმე ახალი ერთობლივად წარადგინოს და მიმართოს ახალ პარლამენტს, რომ ჩაერთოს მათ გადაწყვეტაში. ეს არის მასკერის და მასოფერის შესახებ კანონების მიღება, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტები შემუშავებული, რომელიც შეტანილი იყო წინა პარლამენტში. აი ამ კანონების დროული განხილვა, გადახედვა და მიღება. ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხი, აჭარის ტელეკომპანია აჭარის სტატუსის განსაზღვრა, ეს არის ეროვნული კომისიის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესის გადახედვა. ტელესაკომუნიკაციო კომპანია სილკნეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მეცხრე არხის მაუწყებლობა სილკნეტის აბონენტებისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღეს საღამოს მეცხრე არხზე ჟურნალისტმა თამთა სანიგიძემ განაცხადა, რომ საღამოს საათებში სილკნეტივიმ გარკვეული დროით შეაჩერა მეცხრე არხის მაუწყებლობა. კომპანია სილკნეტი აცხადებს, რომ შეფერხება გამოწვეული იყო უამინდობის გამო და შეეხო თანამგზავრული კავშირით მიღებულ არხებს, მათ შორის მეცხრე არხს. ამ ეტაპზე ჩვენს აბონენტებს უწყოდათ მიეწოდება ყველა არხის მაუწყებლობა. აქვე აღნიშნათ, რომ მიუხედავად მასკერის ვალდებულების ვადის ამოწურვისა, კომპანია სილკნეტი აგრძელებს თანამშრომლობას ყველა ქართულ არხთან და ყველა მათგანის მაუწყებლობას შეუფერხებლად მიაწვდის საკუთარ აბონენტებს. ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი ნოშრევა ჩხაიძე კულტურის სამინისტროს მიმართავს. ის უნივერსიტეტიდან მიდის, თუმცა ითხოვს სამინისტრომ აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობა შეაფასოს. ის ამბობს, რომ აკადემიური საბჭოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებები უკანონოა და ამით უნივერსიტეტის სამართლებრივი ჩარჩოდან ამოვარდა. შეგახსენებთ, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი რექტორი გოგი მარგველაშვილი დაასახელა, თუმცა აგვისტოში იმავე აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით რექტორი ნოშრევა ჩხაიძე გახდა. საბჭოს წევრები დღეს აცხადებენ, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილებას ზეწოლის ფონზე მიიღეს. თემურ შაშიაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნის თეთრების ლიდერი საქართველოს პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნებას ითხოვს. შაშიაშვილის თქმით, შენობა, სადაც ახალი პარლამენტი ააშენეს, ქართველი გმირების სადიდებელი მემორიალის ნანგრევებზეა ნაშენები. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოს გადატანა ვერ გააძლიერებს ქუთაის თუ ხელისუფლებას ქუთაისის გაძლიერებას სურს. შაშიაშვილის აზრით, ამ ქალაქში კულტურა, ბიზნესი და მეცნიერების განვითარება უნდა დაიწყონ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე თემურ შაშიაშვილმა პოლიტიკური დევნილების რეაბილიტაციასა და მათზე აღძრული საქმეების შეწყვეტაზეც ისაუბრა. ბევრი რამის გამო ეს შენობა დღეს ცოდვის პატარებელია. ცოდვის პატარებელია იმის გამო, რომ უამრავი ადამიანის სახელთან იყო ეს დაკავშირებული დიდების მემორიალი და ძალიან ბევრი ადამიანისათვის ის იყო მისი წარსულის, მოგონების და მომავალზე ფიქრის ადგილი იყო. ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ ამ ცოდვის ადგილზე, რომელიც დღეს ცრემლთან უფროა დაკავშირებული. მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახს გაახარებს. ის არ არსებობს ქვეყანა, სადაც არსებობს მცნება პოლიტიკური თავშესაფარი და ქართველ კაცს პოლიტიკური თავშესაფარი არ კონდეს მიღებული. ეს სამარცხვინოა საქართველოსათვის. თემქაზე მეშვიდე პოლიკლინიკის შენობაში დევნილები ყურადღების მიქცევას ითხოვენ. უკვე მეოთხე დღეა შენობაში 56 ოჯახია შეჭრილი, ყველა მათგანი აფხაზეთიდანაა. დევნილები დაკავებული ოთახების დაკანონებას სან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ. ნახდათ არ არის სწორი, პირიქით სამარცხვინო საქციელია, მაგრამ კიდე გეუბნებით, მართლა გაუძლეს მდგომარეობაში ვართ. მართლა არ აქვს არსად წასასვლელი და ვიღლებით უკვე ყოველ თვეში 300 ლარის შოვნით. ვალებით გაიჭედა ხალხი. ვეღარ ვიხდით ქირას. ფართი არ აქვს ხალხს, აი ბავშვებიდან და აი მიყრელები არიან ხალხი რა და ელემენტარულად რომ მოვიდეს და თოლდა სამინისტრო ან ვიღაცამ რაღაცა უთხრას ელემენტარულად ან გეკუთვინ ან არ შეიძლება. აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა 50 კაციანი ჯგუფი მიცქევიჩის 29 ნომრიდან, სადაც მერიის კუთვნილ შენობაში იყვნენ შეჭრილი, გვიანღამით პირველ საათზე უზნაძის ნომერ 8-ში გადაიყვანეს. ლოვლთა და განსახილების მინისტრის მოადგილის ვალერი კოპალეიშვილის განცხადებით, დევნილები იქ დროებით დარჩებიან. ალტერნატიული ფართის გამოყოფის შემთხვევაში კი სხვაგან გადაიყვანენ. დევნილების განცხადებით, შენობა, სადაც სამინისტრომ მიიყვანეს საცხოვრებლად უვარგისია. ისინი ითხოვენ სახელმწიფომ ფართის საკუთრებაში გადასცეს, რომ გაასუფთა უნდა საცხოვრებლად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მოიყვანონ. სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად შენობასთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
ჩვენ არ ვართ კონკრეტულად ამ ფართის დასაკავებლად აქ მოსული. ჩვენ უბრალოდ სხვანაირად ვერანაირად ვეღარ მოიქციეთ ამ მთავრობის ყურადღება, რომ მოგხედონ. ამ შენობიდან 2010 წელს ჩვენ გავყარეს და იმის მერე არავის არ მოუკითხეთ ჩვენი თავი და შემოსულები ვართ და დიდ რამეს მივახციეთ იმით, რომ 9 საათში ჩვენი აქ შემოსვლიდან მთელი სამინისტროს წარმომადგენლობა აქ იყო ჩამოსული და უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. დევნებერია შესული მერიის შენობაში, აქ ფუნქციონირებს მერია და ვეძებთ ალტერნატიულ ადგილს, სადაც ასევე დროებით გადავიყვანთ მათ საცხოვრებლად. მე დღემდე არავითარი ის არ მინახია მე, არც დახმარება და არაფერი, ეხლა ვანახეს ეს ფაქტი. აი ამასაც თუ არ წაგვართმევენ, ამაზეც მადლობელი დავჩებით. დევნილობაში მყოფი მოსახლეობის კონსოლიდაცია, მათი სამართლებრივი დახმარება და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში დევნილთა აქტიური მონაწილეობა. ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლის განხორციელებასაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია გზა აფხაზეთისკენ გეგმავს. გაერთიანების დამფუძნებლებმა პროგრამა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულებს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააცნეს. დევნილები იმ საკითხებით დაინტერესდნენ, თუ როგორ მოხდება მათი ჩართვა საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში. ისინი ამბობენ, რომ კონფლიქტის დარეგულირების საქმეში სახალხო დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი უნდა დაეკისროს. ყოველი დღე, ყოველი გადაწყვეტილება უნდა იყოს აფხაზეთისკენ მიმართული და აფხაზეთისკენ დაბრუნების საქმეს უნდა ემსახურებოდეს. გარკვეულწილად მთელი ის კონცეფცია, რომელიც სამოქმედო გეგმად არის ჩამოყალიბებული გზა აფხაზეთისათვის, ემსახურება ამ მიზანს. ეს უპირველეს ყოვლისა აფხაზებთან უშუალო ურთიერთობაში, ანუ რასაც სახალხო დიპლომატიას ვეძახით, სწორედ აი ამ სახალხო დიპლომატიაში მოიაზრება. ხალი პროგრამა უნდა შემუშავდეს. ჯერ ერთად დადგომის, იმიტომ რომ ხალხი რაღაც იმედგაცრუება არის ხალხში და შემდეგ ამ ახალი პროგრამის აღორძინებაში. არჩევნების შემდეგ ზუგდიდში იუსტიციის სახლის მშენებლობა შეჩერდა. ობიექტიდან უკვე წაიღეს სამშენებლო ტექნიკა, იუსტიციის მშენებარის სახლს კი მხოლოდ დარაჯი იცავს. მშენებელ კომპანია ანაგში აცხადებენ, რომ მშენებლობის შეჩერებაზე დირექტივა იუსტიციის სამინისტროდან მიიღეს. ანაგის კომერციული დირექტორის დავით ჩანტლაძის განცხადებით, იუსტიციის სახლის მშენებლობის გაგრძელება ახალ მინისტრზეა დამოკიდებული. ზუგდიდის იუსტიციის სახლს, რომელიც ყოფილი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე შენდება, საფუძველი 16 ივნისს პრეზიდენტმა ჩაუყარა. გეგმის მიხედვით ობიექტი დამკვეთს 2013 წლის ივნისში უნდა ჩაბარდეს. შეიძლება იყო რომ შევაჩერო დროებით, სანამ ახალი მთავრობა გადაწყვეტავს აგრეთვე რა მუშაობას. ხან თვითონ სამინისტრო დამოდიოდა შეჩერებაზე მითითება ბატონ დავით. დიახ. და როდის განახდება, ხო არ იცი, ჯერ ხო არ გაქვთ ინფორმაცია? არა, ინფორმაცია არ მაქვს ჯერ. ალბათ ახალი მთავრობა რომ ახალი მინისტრი რომ მიიღოს გადაწყვეტილებებს და ბავშვთა სათამაშო მოედნის მშენებლობა შეჩერდა რუსთავში. მოედნის რეკონსტრუქცია 25 სექტემბერს დაიწყო და არჩევნების მეორე დღეს შეწყდა. მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებლობის პროცესში მოედნის მოწყობის ტექნოლოგია დაირღვა. მათ თქმით, საფარზე დაყრილი მიწა ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რის გამოც ბავშვებს თვალების ტკივილი და ალერგია დაეწყოთ. მშენებლობის შეჩერების მიზეზებზე საუბრობს მერიის პრესამსახური. ნინო კორძაიას განცხადებით, სპორტული სტადიონის რეაბილიტაციას რუსთავის კორპუსი აწარმოებდა და მცირე ხარვეზების მიუხედავად სამუშაოები ისევ განახლდება. დაიწყეს 25 სექტემბერს ამ სტადიონის გაკეთება, დაანგრიეს, მიშალეს, მოშალეს, მერე მოიტანეს ხრეში იყო თუ რაღაცა იყო დააყარეს და წავიდნენ. არჩევნების მერე საერთოდ აღარავინ აღარ გამოჩენილა აქ და აღარავის აღარაფერი აღარ გაუკეთებია. ამის შემდეგ ბავშვებს აქვთ ალერგია, ეს ქვიშა არ არის. ეს არის წიდა, რაღაც დაფქული, დამწვარი რაღაცა არის, დაფქული და დაყრილი. მთელი ეზოს ბავშვები არიან დაავადებულები, თვალების ტკივად, ალერგია ემართებათ. ტარდებოდა, ტურნირები ტარდებოდა. ეს უბნებს შორის. იყო ძალიან ესეთი საინტერესო ის იყო და ახლა გვინდა კიდე აღვედგინა, რომ უფრო გაგვეკეთებინა, გაგველამაზებინა აქაურობა, მაგრამ გაჩერდა შუა გზაში და ამ ეტაპზე მცირე შეფერხება არის, თუმცა უახლოეს მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ და ეს სტადიონი რა თქმა უნდა დასრულდება. ოზურგეთში შეკვეთილის ტერიტორიაზე არსებულ Global TV-ს ანტენების საწყობს ყადაღა მოეხსნა, როგორც საწყობის გამგეს ოსო კვაჭაძე ამბობს, რამდენიმე ასეული ანტენა დაზიანებულია. მის თქმით, ამ ეტაპზე ყადაღა მოხსნილი საწყობიდან ანტენების გამოტანის პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში მათი მონტაჟი დაიწყება. აქ მიმდინარეობს ერთადაც ამ დაყადაღებულები ანტენების კომპლექტაცია, შემოსდაბრუნება უკან
არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ იყო უპატრონოდ, უყურადღებოდ, ეყარენ წყალში. საბიუჯეტო თანხების და განხორციელებული ტენდერების შესწავლის მიზნით კი ოზურგეთში კომისია იქნება. კომისიის შექმნის ინიციატივით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე გამოდის. მის თქმით, კომისია დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური პირებით და აქტიური მოქალაქეებით. კომისიის შექმნის მიზანია გამოვლინდეს კორუფციული გარიგებისა და არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ბიუჯეტის თანხები არაკანონიერად დახარჯა. ახარჯა სხვადასხვა დღეს იმის დრო არ არის. მაინტერესებს როგორ გაიხარჯა ეს ბიუჯეტის სახსრები, კონკრეტულად რა მიზნებს შეეწირა სოფლის პროგრამების თანხები. მე როგორც საკრებულოს დეპუტატი ძალიან კარგად ვფლობ მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა სოფლის პროგრამებსა თუ ბიუჯეტთან მიმართებაში. როგორ არამიზნობრივად იხარჯებოდა ამა თუ იმ სოფელში თანხები, სწორედ ეს კომისია ემსახურება იმას, რომ აი ამის კვლევა ჩაატაროს. ყველაზე მთავარი რაც უნდა გაკეთდეს დღეს საქართველოში, ეს არის რომ ის დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რომელმაც ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად გახარჯა და კორუფციის ბუდეთ აქცია ოზურგეთი. იოსებ ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშვიდობო სახლის მედპერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა. საავადმყოფო 282 თანამშრომელი შენობის შესაძლო გაყიდვასა და პერსონალის სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილებას აპროტესტებს. თანამშრომლების ინფორმაციით კომპანია New Life შენობის ყიდვას სურს. მედპერსონალის აქციას პროფკავშირებით შეუერთდა როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ვერძაძემ. აღნიშნა ყოველგვარი მოქმედება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე უნდა შეჩერდეს. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბათუმის სამშვიდობო სახლის გაყიდვა არ იგეგმება. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იყო არასამართლიანად დადებული ხელშეკრულება, რომლის თაობაზეც ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჩივრები ყველა მაღალ ინსტანციებში. კოლექტივისგან გამოუკიდებლად მოხდა ეს გარიგება, მოხდა ფორსირებული წესით გარიგება. ეხლა ამათვის გახდა ცნობილი, რომ რატომღაც აჩქარებენ რაღაც აღსრულებას რაღაც პერიოდის გამო და დასაქმებულებს გაუჩნდათ სამართლიანი მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ფარულად, მალულად, უნდა იყოს გასაჯაროებული და ჩვენ პროფკავშირები ყოველთვის დაუდგებით ჩვენ წევრებს გვერდით. სამშვიდობო სახლის შენობა ნაგებობა წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და მისი პრივატიზება დღეისათვის არ იგეგმება. ჭიათურის სოფელ თვალუეთის მოსახლეობა წაბლის ტყის მასობრივ ჭრას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მეორე წელია ხეები იჭრება ამ დროისთვის. სოფელში უკვე განადგურებულია ქარსაცავი ზოლები და ცალკეულ ადგილებზე მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებაც არსებობს. თვალუეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ლიცენზიით გათვალისწინებული სანიტარული ჭრის ნაცვლად სოფელში ძირითადად ჯანმრთელ ხეებს შრიან. ადგილობრივები წაბლის ტყის ჭრის დღესვე შეწყვეტას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივი საპროტესტო აქციებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებიან. სოფელში წაბლის ხეებს ჟპს რგანის წარმომადგენლები კომპანია Wood სპორტის ლიცენზიის საფუძველზე ჭრიან. აღნიშნული კომპანია დასაქმების უკვე ყოფილ მინის სპა და ტრაპეიძეს ეკუთვნის. ტრაპეიძეს კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელია. შეუნახეთ შვილებსაო. ასე არის мама პაპიდან და თუ შენახვა ქვია ამას აბანახეთ განადგურებულია. ლუბოი ადგილზე სად გინდათ რომ მიხვიდეთ? სად უნდა გაიაროთ? აგებულია ხე. საბუჩი მე ასე ვიცი, ვითომ უნდა ეწეროს რომ ავამტყოფი ხე მოჭრას. ეს ავამტყოფია. ვიჭრით მხოლოდ იმ ხეებს, რომელიც მოჭრის უფლებასაც თავად სახელმწიფო ვინიშნავს. მე პირადად არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ სახელმწიფო აგზავნის თავის სპეციალისტს, ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აგზავნის თავის სპეციალისტს, რომელიც გვეუბნება ამ ხეთზე, რომ ეს არის არაჯანსაღი ხე და შეგიძლია მოჭრას სპეციალური დამღაიდება, რომელთაც უნდა მოიჭრას და მხოლოდ მას შემდეგ ვახორციელებთ მის მოჭრას. ზურაბ ჭიაბერაშვილის სიგნალის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც მხოლოდ გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ, მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრის შემდეგ ჭიაბერაშვილმა მეცხრე არხთან განაცხადა, რომ შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მან რწმუნებულისგან იმ პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც სიგნალის რაიონის სოფლებშია. ადგილზე მუნიციპალიტეტებში 2010 წლის შემდეგ საკრებულოში უმრავლესობას ფლობს ნაციონალური მოძრაობა. ბუნებრივია ისინი საკრებულოები აკომპლექტებენ და განსაზღვრავენ უნდა იყოს გამგებელი. ამ შემთხვევაში ყავს ხელმძღვანელობა სიგნალს, ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და მე როგორც გუბერნატორს მევალება კიდევაც რომ მათთან მქონდეს ჭიდრო კონტაქტი, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მივიღო იმ საკითხების შესახებ, რაც იმაში. ძირითადი პრობლემები
ჩვენ უთხარით რომ ეს არის როგორც ერეკლე მეორის ქუჩის მეწყესაში ზონა დაუშვათ ასევე სხვადასხვა პრობლემები რომელიც ძალიან აქტუალურია რომელიც ძალიან აუცილებელია და საჭიროა ამ პრობლემების გადაწყვეტა და ესეთ ამ საკითხებზე იყო ძირითადი შეხვედრა. წიგნის მაღაზია პარნესში ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსი აინ რენდის ნაწარმოების პირველ წყაროს ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. პირველი წარმატება აინ რენდს სწორედ ამ ნაწარმოებმა მოუტანა. წიგნი დღემდე ბესტსელერთა სიაშია და გამოცემიდან 6 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. აინ რენდი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე გამომცემლობა არეტეს მიერ. თარგმანის ავტორები არიან ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე. მსურველებს წიგნის შეძენა წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში შეუძლიათ. ის არის უაღრესად პოპულარული ამერიკულ შეერთებულ შტატებში და საქართველოში ის თითქმის არ წერს. ეს არის დამიჯერეთ ძალიან ძლიერი, ძალიან პოპულარული მწერალი, რომელიც ამავე დროს ნაწილობრივ ფილოსოფოსიც არის, რომელიც ჩამოაყალიბა თავისი ფილოსოფიურ მიმდინარეობაც კი. ბევრ ადამიანს ურჩევ რომ წაიკითხოს, თუმცა შთაბეჭდილება ამ წიგნიდან არაერთგვაროვანი იქნება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის გაახსენდება შეიძლება თავის გამრავლილი ცხოვრება, გაიხსენოს ის წლები ან ის დღეები, რომელიც მან შეიძლება დაკარგა ყოველდღიურობასთან, ესე ვთქვათ, რევერანსებში და შეალია ის პრინციპები, რითიც შეიძლება უნდა ეცხოვრა. მე ამ ინფორმაციით განმშვიდობებით ახალი კი რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ თორნიკა კვერენჩხელაძესთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.